საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 3 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ძველით ახალ წელს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უწმინდესი სტუმრები იყვნენ. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ილია მეორემ საპატრიარქოში სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვია. ვახშამზე პრემიერმა და პრეზიდენტმა გასაუბრებაც მოასწრეს. ბიძინა ივანიშვილმა სტუმრებთან უწმინდესის მოღვაწეობა შეაფასა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა. ვახშამს მსოფლიო პატრიარქი და სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოს მთავრობა შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ქვეყნის აღმშენებლობაზე იზრუნებს. უწმინდესმა კი უმაღლესი რანგის სასულიერო პირების ვიზიტზე ისაუბრა და ბრძანა, რომ საპატრიარქოში გამართული შეხვედრა განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებით დიდი გახლავთ მისი ღვაწლი, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ბოლო 20 წლის განმავლობაში ის სიყვარულით და მხოლოდ სიყვარულით ახერხებდა და დიდ აღმშენებლობას ეწეოდა საქართველოში. ერთადერთი დამსახურება გახდა ის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე დადის და საკუთარი გზა ვერ მოუნახავს, სწორედ რომ მისი უწმინდესობა ახერხებდა, რომ მieნიშნებინა ადგილი და მხოლოდ მასზე აკეთებდა ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება სწორებას. აი სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მისი დიდი ღვაწლი და ყველაზე მეტი დამსახურება. მინდა მადლობა შევწირო მათ აი ამ თანადგომისათვის. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის იმდენად ჩემი ზეიმი, ჩემი დამსახურება, რამდენადაც ეს არის ზეიმი სიყვარულისა. მსოფლიო პატრიარქი მზად არის თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღოს. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა განაცხადა, რომ თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ბიძინა ივანიშვილი მას დღეს ესაუბრა. ბართლომეოს პირველი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საქართველოს პრემიერი დიდი პატივით მიიღოს, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელსაც როგორც თავად ამბობს, ბოლო 3 დღის განმავლობაში დაუმეგობრდა. გუშინ სასიამოვნო ამბავი გავიგე. პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ რამდენიმე კვირაში თურქეთში ჩამობრძანებას გეგმავს და მითხრა, რომ ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო საპატრიარქოსაც ეწევა. მიხარია ამის გაგება და მინდა, რომ მსოფლიო საპატრიარქოც ისე შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, როგორც თქვენ შემხვდით აქ. მოხარული ვიქნები, რომ მივიღო მსოფლიო საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომელთანაც ამ დღეებში დავმეგობრდი. მსოფლიო პატრიარქმა საქართველო დღეს დატოვა ბართლომეოს პირველი, რომელიც თბილისში 3 დღის წინ ჩამოვიდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ილია მეორესთან ერთად მსოფლიო პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ერთობლივი წირვა აღავლინა და უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად წმინდა ადგილები მოილოცა. მსოფლიო პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლეს. მსოფლიო პატრიარქის გამგზავრებამდე კი საპატრიარქოში თეოლოგიურ მეცნიერებათა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უმაღლესი სასულიერო პირები დაესწრნენ. საქართველოში ჩემი ჩამოსვლა კიდევ უფრო სასიხარულო იყო, იმიტომ რომ დავესწარი ისეთ ძვირფას დღესასწაულს, როგორიც არის საქართველოს პატრიარქის 2 საიუბილეო თარიღი. ქართველი ერის ერთიანობაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი. გუშინ საპატრიარქოში ახალი წლის შეხვედრისას, სადაც იმყოფებოდნენ ქართველი მღვდელმთავრები, სტუმრები, პატრიარქის სულიერი შვილები. ერთ სავარძელში ისხდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს იყო ქართველი ერის ერთიანობის გამოხატულება. მოხდა ისეთი ფაქტი, რომელიც არ ყოფილა 2000 წლის მანძილზე. სამმა პატრიარქმა დაუცა ახალი წელი და საქართველო და მთელი მსოფლიო. შესანიშნავი ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს საქართველოს მომავალზე. ჩვენ გქონდა სხდომა, სადაც მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ეკლესიებიდან მეცნიერებმა, სასულიერო პირებმა და 10
დისერტანტს მიენიჭა დოქტორის ხარისხი და ამით შეიქმნა სადისერტაციო საბჭო. ყველას ულოცავ ამ დიდ მოვლენას. Не так давно аналогичный ახლახანს ანალოგიური სადისერტაციო საბჭო რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიქმნა, რომელსაც ხელმძღვანელობ. მოხარული ვარ, რომ პარალელურად ვითარდება ერთნაირი პროცესები ჩვენს ეკლესიებში, რომლებიც იმას მოწმობს, რომ სულ უფრო სერიოზულად ვეკიდებით საეკლესიო მეცნიერებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 600-მდე ამნისტირებული მსჯავრდებული საქმე გადაეცა. სასამართლოებისათვის საქმების მიწოდება დღეიდან დაიწყო. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ დაახლოებით 5 დღეში ყველა საქმე უკვე გადაცემული იქნება. მისივე განმარტებით სასამართლოებს საქმეების განხილვისთვის ორთვიანი ვადა აქვთ. ამის შემდეგ კი სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელ აღსრულების სამინისტროს ეცნობება და მისი აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება. ამნისტია რამდენიმე 1000 პატიმარს შეეხება. ჩვენ ორკვირიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ სასამართლოებს სრულად გადავცეთ საქმეები, მაგრამ სამინისტრო და დეპარტამენტი მაქსიმალურად მობილიზებით მუშაობს იმისთვის, რომ დაახლოებით 4-5 დღეში ყველა საქმე იქნება შესაბამის სასამართლოებისთვის მიწოდებული. საქართველოს ციხეებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უცხოური მედიაც ეხმაურება. გაზეთი New York Times-ი წერს, რომ გასულ წელს ახალი პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის თანახმად ციხეები 190-მა პატიმარმა დატოვა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა კანონის მიღებას, თუმცა პარლამენტმა დაძლია ვეტო. ამნისტიის შესახებ კანონი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულებაა, რომელმაც პირობა დადო, რომ გაჭედილ ციხეებში პატიმართა რაოდენობა შეამცირებდა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს გაათავისუფლებდა. გათავისუფლებულთა შორის არიან პატიმრები, რომელთაც ბრალი ედებოდათ სამხედრო ამბოხში რუსეთის ჯაშუშობასა და ქვეყნის ღალატში. წერს გაზეთი. New York Times-ი აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულ პატიმართა შორის რუსეთის 2 მოქალაქეა, ერთ-ერთი მათგანი 50 წლის პავლე ბლიაძია, რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს. თინა ხიდაშერის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტში დღეს ოფიციალურად იქნება ინიცირებული. ერთი კანონპროექტი ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას, მეორე კი საბავშვო ბაღებში საფასურის დაწესებას კრძალავს. ამ მიმართულებით ცვლილებები საქართველოს დედაქალაქის თბილისის ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონებში აისახება. ინიციატივები პარლამენტის ბიუროს დღეს წარადგინება. ბიუროს ხდომა 5 საათზე დაინიშნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლატვიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მაია ფანჯიკიძე უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ კი ოკუპაციის მუზეუმი მოინახულა. შეხვედრების მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ევროპასთან დაახლოების მიზნით ლატვიის გამოცდილების გაზიარებაა. ლატვიაში ვიზიტი დღესვე დასრულდება, ხვალ კი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთში გაემგზავრება. 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი პირველი კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზში გამოფენას აწყობს. პარალელურად გაიმართება ილუსტრირებული კრებულის პრეზენტაცია. უნიკალური ფოტოები დღეს პირველად ქვეყნდება. დრამატული საზოგადოების მე-19 საუკუნეში შედგენილი გენეალოგიური ხე, პირველი ქართული პიესის იტალიური გრავიური სასლები და უნიკალური ფოტოები ქართული დამთვალიერებლისათვის რამდენიმე წუთში გაიხსნება. თიკა წერეთელი უფრო დეტალურად მოგვიყვება, როგორ აღენიშნება თეატრის დღე და ვინ დაინტერესდა დღევანდელი გამოფენით. თიკა, მოგესალმები და გისმენთ. მოგესალმები ნინო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სადაც 1850 წლის 14 იანვარს პირველი ქართული სპექტაკლი დაიდგა. სპექტაკლი დადგა გიორგი ერისთავმა, ეს გახლდათ გაყრაში მთავარ როლს, ერთ-ერთ როლს თვითონ გიორგი ერისთავი თამაშობდა. ეს იყო იმ დროისთვის პირველი და ერთადერთი პროფესიული თეატრი და სწორედ გიორგი ერისთავის 200 წლის იუბილესთან და თეატრის დღესთან დაკავშირებით თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა გამოსცა ილუსტრირებული ალბომი, რომელიც ასახავს თეატრის ისტორიას. ეს არის პირველი ცდა გაგვეკეთებინა ქართული თეატრის ილუსტრირებული ისტორია. ძირითადად არის ილუსტრაციები იმისათვის, რომ ახალგაზრდობამ ძალიან კარგად გაიგოს. ეს იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერის და ჩვენი მუზეუმის თანამშრომლობის ბრწყინვალე შედეგი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა, რომ ეს თეატრის საკმაოდ რთული ისტორია ძალიან გასაგებ ენაზე მოუყვეთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს.
აქ აგრეთვე წარმოდგენილია 5 უნიკალური ფოტო, ეს 5 ფოტო მთლიანად ასახავს ქართული თეატრის ისტორიას, აგრეთვე ერთ-ერთი ფოტო, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეულია, ასახავს თეატრის მოღვაწეთა 1914 წლით დათარიღებულ პირველ ყრილობას, რომლის თავმჯდომარედ გახლდათ აკაკი წერეთელი. ეს გამოფენა ზუსტად 4 საათზე გაიხსნება და აქ უკვე მოსულია დამთვალიერებელთა ნაწილი. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ეს იყო თიკა წერეთელი, მე ამ ინფორმაციით დროებით გემშვიდობებით, ზუსტად 4 საათამდე ნახვამდის.